დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. დღევანდელი ჩვენი სიახლე ერთ კონკრეტულ დაავადებას უკავშირდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თავისი მოსალოდნელი შედეგებით. ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ გავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სულ მოკლე ხანში მსოფლიო მედიცინას საშუალება ექნება ისარგებლოს ახალი სამკურნალო მეთოდებით, როგორიც არის უჯრედული თერაპია, გენური თერაპია და რეგენერაციული მედიცინა, სწორედ ეს მეთოდები გამოიყენოს ისეთი დაავადების მართვისთვის, როგორიც გახლავთ ჰემოფილია. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან საყურადღებო სიახლე არა მხოლოდ ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებისათვის, არამედ ყველა იმ პირისათვის, ვისაც ამ დაავადებასთან შეხება აქვს და ყველა იმ პირისათვის, ვინც ამ დიაგნოზის მქონე ადამიანთა ოჯახის წევრია ან მეტპერსონალია, მით უფრო. სამედიცინო საზოგადოებისთვის ეს არის ძალიან სერიოზული მონაპოვარი. თუ მართლაც უახლოეს ხანებში ასეთი საშუალებები გახდება ფართოდ ხელმისაწვდომი, ეს მთლიანად შეცვლის სურათს. რატომ? იმიტომ რომ თავად ამერიკის იშვიათ დაავადებათა ნაციონალური ასოციაციის მონაცემებით, რომელიც სრულიად ახალია და მარტის ბოლოს მონაცემებს ეყრდნობა, იკვეთება ყველაზე იშვიათ დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებული პრობლემები, რომელთა რიცხვში აღმოჩნდა A და B ჰემოფილია. განსაკუთრებით საყურადღებოა მათ შორის განსხვავებაც, იმიტომ რომ ყოველი 25,000 ახალშობილიდან ერთ ვაჟს udასტურდება B ჰემოფილია, ყოველი 5,000 ახალშობილიდან ერთ ვაჟს udასტურდება A ჰემოფილია. ეს გახლავთ ერთ-ერთი მონაცემი, რომელიც სწორედ ნაციონალურმა ასოციაციამ გაავრცელა და რომელიც გახდა საფუძველი იმისა, რომ ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას კიდევ უფრო დაეჩქარებინა პროცედურები იმისთვის, რომ გენური და უჯრედული თერაპია და აგრეთვე რეგენერაციული მედიცინა, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყენოთ სწორედ ჰემოფილიის მართვისთვის. ძალიან ძნელად მოიძებნება ჩვენი გადაცემის ისტორიაში ისეთი თემა, რომელსაც რამდენჯერმე არ დავუბრუნდით. არა იმიტომ, რომ თემები არ ყოფნის და ვიმეორებთ, არამედ იმიტომ, რომ ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით იცვლება გარემოება. იცვლება ცოდნა, რომელსაც ფლობს მტკიცებითი მედიცინა და ჩვენ ყოველთვის გვაქვს ახალი სათქმელი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება. განსაკუთრებით საყურადღებო არის ხოლმე მდგომარეობა, რომელიც იშვიათ დაავადებათა კატეგორიას განეკუთვნება. დიახ, როდესაც ესა თუ ის პრობლემა ბევრ ადამიანს ეხება, როგორც წესი, უამრავი ინფორმაცია გროვდება, უამრავი კვლევა ტარდება, ძალიან ხშირად საუბრობს საზოგადოება ამა თუ იმ პრობლემის შესახებ. მაგრამ მეორე საკითხია, როდესაც პრობლემა იშვიათ დაავადებათა რიცხვშია და ასეთ შემთხვევაში ერთია რაოდენობა ადამიანებისაც, ვისაც აქვს ეს პრობლემა და ეს საკმაოდ მცირეა და მეორეა ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც სრულიად არაინფორმირებულია. სწორედ ეს დისბალანსი ქმნის პრობლემას, როდესაც ჩვენ გვჭირდება საგანგებოდ შეხსენება, რომ დიახ არსებობს იშვიათი დაავადებები, რომ იშვიათ დაავადებათა შორის არის ისეთი პრობლემა, რომელმაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს მწვავედ მოკლე დროში შეუქმნა საფრთხეს და ამ დაავადებათა შორის გახლავთ ჰემოფილია. დღეს 17 აპრილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო ჰემოფილიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჩვენ ამ თარიღს სისტემატურად აღნიშნავთ, მაგრამ განსაკუთრებით შთამბეჭდავი ყოველთვის არის კონკრეტული ადამიანური ისტორიები, რომლებმაც თავი მოიყარა ჩვენს გადაცემაში და რომელსაც ჩვენი კოლაჟით გაგახსენებთ. ადამიანი ზოგადად აქტიური არის და ყველას უნდა რაღაც კეთილდღეობა. ყველა ადამიანი ბედნიერებისთვის არის დაავადებული და ყველა ადამიანს უნდა რომ იცხოვროს კარგად, იყოს კომფორტულად, პროცესებში იყოს ჩართული და ამ შემდეგ. შეიძლება ვიღაცას უფრო მეტი ნებისყოფა აქვს, ვიღაცას ნაკლები ნებისყოფა აქვს. გააჩნია რა გარემოში არის. მას აქვს ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ დიაგნოზმა. პირველ რიგში ვისწავლე მოთმინება, ვისწავლე როგორ უნდა ვიყო გაწონასწორებული ყველა სიტუაციაში და ვაკონტროლებდე რა ხდება არა მარტო ჩემში შიგნით, არამედ ჩემს გარშემოც. არ განვიცდი იმას, რომ მე ეს დაავადება მაქვს. იმიტომ რომ უკვე ვიცი, რომ
ცხოვრების ბოლომდე ვიქნები ამ დაავადებასთან ერთად და ვიცი როგორ უნდა მოვარო საკუთარ თავს, რომ არანაირად ემოციურადაც არ ვიყო ცუდად და ფიზიკურადაც. მე ვარ ენრიკე ოდიაშვილი, 15 წლის, ცხოვრობ თბილისში და მაქვს ჰემოფილიის დიაგნოზი. დიაგნოზთან ერთად ცხოვრებამ მასწავლა ის, რომ თურმე განაჩენი არ არის ჰემოფილია. განაჩენზე არ უნდა იფიქრო. უნდა იბრძოლო. უნდა იბრძოლო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. აი ეს პირველი რაც მასწავლა ეს არის. და იმის შემდეგ ნელა, მაგრამ მაინც ვიბრძო. როგორც უკვე გითხარით, დღეს 17 აპრილს მთელი მსოფლიო ჰემოფილიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და აღნიშნავს განსაკუთრებული დამოკიდებულებით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც არაუბრალოდ დიაგნოზის შესახებ სჭირდება ინფორმაცია, არამედ ძალიან სჭირდება საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა იმისთვის, რომ მათი სიცოცხლის ესა თუ ის პრობლემა იყოს მოგვარებული და რაც მთავარია, მათი ცხოვრების ხარისხი იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ჩვენი გადაცემის მეგობართან ერთად, რომელსაც თქვენ იცნობთ როგორც კადრს მიღმა, ასევე კადრიდან. იგი წლების მანძილზე თანამშრომლობს ჩვენს გადაცემასთან და სრულიად ბუნებრივია, რომ იგი ხშირად არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. გახლავთ იგი ჩვენი კოლეგა, ჰემოფილიის ცენტრის ექიმი კოორდინატორი და ამავე დროს საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი და რაც მთავარია, თავად ადამიანი, რომელსაც აქვს ჰემოფილია როგორც დიაგნოზი, ბატონი რომანოს ხომასურიძე. დილამშვიდობისა ბატონ რომანოს. მიხარია თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში, მით უფრო რომ ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას, როდესაც თქვენი ჩართულობით ვსაუბრობთ პრობლემაზე და თქვენ საუბრობთ ამაზე არა წიგნებში ამოკითხული ტექსტებით, არა გაგონილი ინფორმაციით, არამედ იმ ინფორმაციით და იმ გამოცდილებით, რომელიც თქვენ თვითონ როგორც ექიმს და როგორც პაციენტს გაქვთ დაგროვილი. რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც არის ჰემოფილიასთან დაკავშირებით და მე ვისაუბროთ ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც არის ამ მიმართულებით. სიამოვნებით. მოგესალმებით. მივესალმები ტელემაყურებლებს და მადლობა მინდა მოვახსენოთ სტუდიაში მოწვევისთვის. მადლობა ბატონო რომანო. ზანეთ რომ რა თქმა უნდა 17 აპრილი არის ჰემოფილიის მსოფლიო დღე და თითქმის მსოფლიოში მინიმუმ 140 ქვეყანა აღნიშნავს 17 აპრილს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მსოფლიოში ცხოვრები ჰემოფილი დაავადებულებს უსურვო ჯანმრთელობა და უსურვო, რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხი ქონებოდეს მაღალი. სიამოვნებით შემოგიერთდებით ამ აბსოლუტურად გულწრფელ და რაც თვარია მნიშვნელოვან სურვილში. რაც შეეხება ვთქვათ რა გამოწვევების წინაშე დღეს ჰემოფილი დაავადებული, მინდა გითხრათ რომ დღეს ჰემოფილი დაავადებულის ცხოვრება შედარებაც არ არის რომ შევადარო ვთქვათ ჩემს ბავშვობის და თუნდაც 60-70 წლების მდგომარეობასთან შედარებაც არ შეიძლება. თუმცა რა თქმა უნდა შევა მაინც გამოწვევები. მე მაინც მინდა ვთქვა და მიმართო პირველ რიგში მედიკოსებს და რა თქმა უნდა მე მათ ვისაც ვთქვათ ეს მეტნაკლებად შეიძლება ხელეწიფებად არა შეიძლება არ იყონ ამ პროფესიის მედიკოსები არ იყონ. რა მინდა ყველას ვთქვათ ჯერ კიდევ სანამ ჰემოფილი დაავადების მკურნალობა არის დამოკიდებული ინტრავენურ ინექციებზე გთხოვთ თუ სადმე ამას შეხვდებით ეს კლინიკაში იქნება, ქუჩაში იქნება, ნებისმიერ ადგილას იქნება და გთხოვენ რომ მათ დაეხმაროთ და მათის ანტიჰემოფილური ფაქტორ კონცენტრატები ანუ ინტრავენურ გაკეთებაში, ანუ მოხმარებაში მოეხმაროთ. ეს არის კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი ცენტრის, ჩვენი ორგანიზაციის და ზოგადად ეს მსოფლიოში ჯერჯერობით მიღებული პრაქტიკა და რატომ ვამბობ ჯერჯერობით, იმიტომ რომ არის ახალი ინოვაციური მედიკამენტი კანქოშა მოხმარების, რომელიც 2019 წლიდან დაიწყო აღნიშნული პროგრამის განხორციელება საქართველოში
და ეს არის უდიდესი წარმატება და უდიდესი მიღწევა, რადგან ჰემოფილი დაავადებულს აღარ უწევს, ვთქვათ, ის ვენაში თხოვნა, სწავლა თვითონ ისწავლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასწავლეთ თუ ამრავს. მას პირველ რიგში იღებს საოჯახო მაცივიდან და როგორც ინსულინის პროცედურა კანქვეშ მოიხმარს კვირაში ერთხელ. ეს ძირითადად მისი ღირებულება პირველი მდგომარეობაში იმაში რომ მას ერთი კვირის განმავლობაში აქვს იმ ფაქტორის კონცენტრაციის ის დონე რომ მას სპონტანური სიზმრები არ უნდა გამიმართოს. ეს არის პირველი მისი დიდი ღირებულება, რომ ფაქტიურად ის სპონტანური სიზმრებიდან დაზღვეულია. და ეს ერთ-ერთი ნაბიჯია იმის, რომ სპონტანური ჩაქცევების და სიზმრების დროს მეორადი გართულები, რასაც ქვია სახსრების პათოლოგიები, მას აღარ განვითარდება. აღარ გახდება ის მეორადი ინვალიდი. ნამდვილად ეს ძალიან დიდი გამარჯვება, თუმცა ვიდრე კანქვეშა გამოყენების პრეპარატები იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი, ჩვენ ვლაპარაკობთ მდგომარეობაზე, როდესაც ჰემოფილიის მქონე ადამიანებს სჭირდებათ სამედიცინო პერსონალის და ზოგჯერ არასამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა, თუნდაც იმაში, რომ როდესაც ვენაში არის კონკრეტული საშუალება შესაყვანი, აი ამ პროცესში დაეხმარონ, იმიტომ რომ ეს არის მათი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის გადაუდებელი და აუცილებელი ამოცანა. როდესაც ვამბობთ სირთულეებზე, როდესაც საუბრობთ გამარჯვებებზე, საქართველოს მასშტაბით დღეს ჰემოფილიის მქონე ადამიანების რიცხვი დიდია. თავად ჩვენ ვიცით, რომ ჰემოფილია იშვიათ დაავადებათა კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ იმის გამო, რომ სისხლდენით მიმდინარე დაავადებათა ჯგუფშია, მან შეიძლება ძალიან ბევრი სისტემისთვის, ორგანოსთვის და მთლიანად სიცოცხლისთვის შექმნას საფრთხე და ამდენად საყურადღებოა, რამდენი ადამიანი ატარებს საქართველოში ამ დიაგნოზს. საქართველოში ჩვენს ცენტრში აღრიცხვაზე გვყავს ჰემოფილიით და სხვა სისხლდენითი პათოლოგიის მქონე ყველა პათოლოგიის სისხლდენით მიმდინარე პათოლოგიის მქონე ადამიანის 630-მდე პაციენტი ყავს აღრიცხვაზე აყვანილი. აქედან კლასიკური ჰემოფილია, რასაც ქვია, კლასიკური ჰემოფილიაზე არის მერვე და მესამე ფაქტორის დეფიციტი, არის სადღაც 370-მდე. დანარჩენი არის სხვა იშვიათი ფაქტორების დეფიციტი მქონე პაციენტები. ბატონ რომანოს, თქვენი ისტორია არის განსაკუთრებული. მე სიამოვნებით უბრუნდები ამ თემას, იმიტომ რომ თქვენ ბავშვობიდან მიიღეთ გამოცდილება, ჯერ როგორც პაციენტმა, გაქვთ ოჯახური ისტორია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მე როგორც მედიკოსმა აიჩიეთ გზა, როდესაც ანალოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანებს თქვენ თვითონ ეხმარებით ყოველდღიურად. რა სჭირდება საზოგადოებიდან ადამიანებს? გასაგებია, რომ თქვათ კონკრეტულ მდგომარეობაში ჰემოფილიის მქონე პაციენტს, როდესაც სჭირდება მაგალითად ვენაში კონკრეტული საშუალების შეყვანა, თქვენ მიმართეთ სამედიცინო საზოგადოებას, არამედიკოსებს, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ ფართო საზოგადოებას, როდესაც გულისხმობ, რომელმაც ნაკლებად იცის იშვიათი დაავადებების შესახებ, შეიძლება სულაც არ იცის ჰემოფილიის შესახებ, რა სჭირდება საზოგადოების მხრიდან ჰემოფილიის მქონე პაციენტს თანამედროვე რეალობაში 21 საუკუნეში, როდესაც თქვენ როგორც ბრძანეთ, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ყველაფერი ჯერ არ შეცვლილა. მოგახსენეთ, პირველი ის, რაც ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, რჩება ჰემოფილიაში და ანუ უარყოფითი მხარე არის ის, რომ სტიგმად გრჩება. როგორც არ უნდა თქვათ, მუშაობს ეს სტიგმა ისევ? სამწუხაროდ მუშაობს. და ამის ძირითადი წამყვანი, რა თქმა უნდა, არის რომ ის არის გენეტიკური დაავადება. აი ეს ფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი წამყვანი. რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია უფრო შედარება არ არის, თქვი კიდეც წინა საუბარში განმეორდები, შედარება არ არის, როგორც იყო თქვათ წინა წლებში, ერთი 10-ობით და 20-ობით წლის უკან არ არის შედარება და ისინი უფრო მეტად ინტეგრირებული არიან საზოგადოებაში და უფრო მეტად მათ ფიზიკურად შეიძლება არ ვერ შეამჩნიონ, მაგრამ ის რაც თქვათ ის გენეტიკური ხასიათი ახლავს ამ დაავადებას, ის ჯერ კიდევ სამწუხაროდ რჩება როგორც სტიგმატი. მე
ძალიან დიდი იმედი მქონდა სიმართლე გითხრათ, რომ წლების განმავლობაში ჩვენი საუბრები თავის შედეგს გამოიღებდა და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ იშვიათ დაავადებებზე, სტიგმის დამარცხება, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებასთან ერთად. თუმცა გულდასაწყოტია, რაზედაც ახლა თქვენ საუბრობთ, რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა, მიუხედავად მრავალწლიანი ჩვენი საუბრების ციკლისა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად თქვენ დამეთანხმებით, ჩვენ ამ თემას უბრუნდებით, საზოგადოებაში მაინც არის სტიგმა, რომელიც სამწუხაროდ ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და არა დასახმარებლად. ბატონო რომანო, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი თქვენი სტუმრობისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ძლიერი და სუსტი მხარეები მიმდინარე მოვლენების კიდევ ერთხელ დაგვანახეთ და რაც მთავარია, შეგვახსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა მიუხედავად ნებისმიერი დიაგნოზისა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჰემოფილიაზე ვსაუბრობთ. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ჰემოფილიის ცენტრის ექიმი კოორდინატორი, საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი რომანო სხომასურიძე. ჩვენ კვებით შუქნიშნით გავაგრძელებთ. დღეს 17 აპრილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰემოფილიის მსოფლიო დღეა და კვებითი რეკომენდაციებიც ამ თემას უნდა უკავშირდებოდეს. რასაკვირველია, სისხლის ჩაქცევით, სისხლდენით, სისხლის დანაკარგით მიმდინარე დაავადებაზე საუბრისას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა დანაკარგთან ასოცირებული საკვები ნივთიერებების ნაკლებობა შევავსოთ. და ლოგიკურია, რომ ვისაუბროთ მაგალითად რკინის და რკინასთან ერთად აუცილებელი ბეჭდგუფის ვიტამინების შევსებაზე. ასეც ხდება. ყოველთვის რეკომენდაციებში მითითებულია იმ ტიპის პროდუქტების ჩამონათვალი, სადაც დიდი რაოდენობით არის რკინა და ბეჭდგუფის ვიტამინები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც სისხლის დანაკარგზე ვსაუბრობთ თხევად მასაზე, ვსაუბრობთ შემაერთებელ ქსოვილზე, რომელსაც სითხის სახე აქვს და ასეთ დანაკარგს ვითვალისწინებთ მაშინ, როდესაც სითხის ბალანსს ვადგენთ და წყლის შევსება ორგანიზმისა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ყველა საკვები ნივთიერების. მნიშვნელოვანია დაკარგული ცილის შევსება და მრავალი სხვა ფაქტორის შევსება, მათ შორის ისეთი ვიტამინისა, როგორიც გახლავთ K-ვიტამინი საკვებ პროდუქტებში, ყველა მწვანე, ბოსტნეულში, ფოთლოვან მცენარეებში, მაგრამ დღეს მე საგანგებოდ მინდა გამოვყო ფაქტორი, რომელიც თანამედროვე სამედიცინო საზოგადოებამ ყველაზე მაღალი რისკის ფაქტორად დაასახელა ჰემოფილიასთან დაკავშირებით. ეს გახლავთ სიმსუქნე. როდესაც ჩვენ ზოგადად სიმსუქნეზე ვსაუბრობთ, დიახ, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ სიმსუქნე წარმოადგენს რისკს შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, წარმოადგენს რისკს გუცის დახვდა დაავადებების შემთხვევაში, ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში და მრავალი სხვა პათოლოგიის დროს, მაგრამ რატომ არის ჰემოფილიასთან ასე მჭიდროდ დაკავშირებული ეს რისკ ფაქტორი და რატომ შეიძლება სიმსუქნე იქცეს ასეთ მნიშვნელოვან ტვირთად? როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად სახსრების დატვირთვაზე. სახსრები, სადაც სისხლჩაქცევა ჰემოფილიისთვის დამახასიათებელია, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რა წონის, რა ტვირთის ტარება უწევს სახსარს იმისათვის, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს. და თუ გავითვალისწინებთ, რომ დამატებითი ტვირთი ქმნის მაღალ რისკს იმისა, რომ მეტად განვითარდეს სისხლჩაქცევა, ან უფრო გვიან გაიწოვოს სისხლჩაქცევის შედეგები, მაშინ სრულიად ლოგიკურია და ადვილად გასაგებია, რატომ შეიძლება სახსრებისთვის ჰემოფილიის დროს სიმსუქნე იყოს პრობლემა. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პათოლოგიის შემთხვევაში, სიმსუქნე ქმნის ქრონიკულ ანთებას. სიმსუქნე ქმნის ქრონიკულ რისკებს სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევისთვის და ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, როდესაც საუბრობთ ჰემოფილიაზე. მე ცალკეულ დეტალზე საუბრი დღეს თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ მინდა გთხოვოთ, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს აქვს ჰემოფილიის დიაგნოზი, გაითვალისწინეთ მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად
წონის კონტროლი. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა დანაკარგის შევსება, ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა რისკის თავიდანაცილება, რადგან სტაბილური, ნორმალური წონის პირობებში ორგანიზმის მართვა ყოველთვის უფრო ადვილია და განსაკუთრებით მარტივდება საქმე ჰემოფილიის დროს. მე იმედი მაქვს ამ რეკომენდაციებს აუცილებლად გაიზიარებთ. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.